მოგესალმებით უფასო გამომწერო არხის სტუმარო 7 სექტემბერია დღეს არის როგორც უკვე მრავალგზის გითხარით მთვარის დაბნელება რომელიც ხსნის შემოდგომის დაბნელებათა დერეფანს ის გამოირჩევა წარმოუდგენელი ტრანსფორმაციული ძალებით დაბნელების დროს ჰორიზონტზე ძალიან დიდი უზარმაზარი ნარინჯისფერი ცეცხლოვანი წითელი მთვარე სუპერმთვარე ასე მოიხსენებენ ამოდის ეს ნიშნავს რომ ეს იქნება თავისი ორბიტაში დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს და ასე შემდეგ ის ხანგრძლივობით ყველაზე მეტ ხანს გაგრძელდება როგორც ამბობენ ასტროლოგები ეს არის 1 საათისა და 22 წუთის განმავლობაში და აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია აგრეთვე ისიც რომ ამ დაბნელების დროს მთვარე თითქმის უერთდება ჩრდილოეთ კვანტს რომ ის კარმულ წერტილს რაც ეს ის ნიშანია რომ 7 სექტემბრის მთვარის დაბნელება რაღაცა როგორც ტრამპლინი ისე გვიბიძგებს იმ მომავლისკენ რომელიც აქამდე წარმოუდგენლად მოგვეჩვენება ვერ წარმოგვედგინა დაბნელების ენერგიის გამოყენებით ჩვენ გვეძლევა საოცარი შანსი იმისა რომ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება გავხდეთ უფრო ბედნიერები წარმატებულები და ასე შემდეგ ეხლა მე თქვენს წინაშე ჩემო ძვირფასო ადამიანებო იმასაც ვიტყვი აუცილებლად რომ ეს ეგრეთ წოდებული კორიდორი გრძელდება 7-დან 22 საათიდან 10 წუთიდან 21 სექტემბრამდე და მთელ ამ პერიოდს რამდენიმე დღეს გამოენგარიშეთ თავად დაახლოებით ეს არის ჩემო კარგო ადამიანებო 2 კვირა დიახ ასია დაახლოებით ესია ახლა ორი კვირა ამ 2 კვირის განმავლობაში აი ზუსტად რაღაცა მოგეჩვენებათ რომ სიბნელისკენ მიდიხართ ხელის ცეცებით და ეს ბნელი უნდა გაირღვეს ჩემთვის პირადად ყოველთვის რთულდებოდა ეს პერიოდი და მე თვითონაც მაინტერესებს ახლა თქვენთან ერთად როგორ გავივლით ამ 2 კვირას დაბნელების ხელის ნათელში ну გავალთ აუცილებლად იქნება ის რომ დამხმარე გვეყოლება, მინ გვეყოლება, რა გვეყოლება, გაგვიჭირდება, სად გვჭირდება დახმარება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით მე თქვენ ძალიან მობილიზებული ვარ და გითხარით რომ შემიძლია დღის განმავლობაში 7 სექტემბერს და ხუთაშორის ამ დღეებში და 21-მდეც რამდენიმე დღის მერეც შემეკითხოთ როგორ გაივლით ამ პერიოდს და პასუხს რასაკვირველია მიიღებს მხოლოდ კარტი მეშვეობით ამ შემთხვევაში მე მადამ ლენორმას დავიხმარ და აუცილებლად გეტყვით პასუხებს რადგანაც 7 სექტემბერია ამოვიღებ 7 კარტს თქვენ ჩაიფიქრებთ მხოლოდ ერთს შემოტკბილებო ერთს ჩემი ცოლისთვის მინდა ქრისთვის მინდა შვილისთვის მინდა ეგრე არქნათ თავისთვის მოგზანდეს და თავისთვის ჩაიფიქროს ანახეთ ეს ვიდეო სხვათა შორის შეშლილი მთვარეც აგერატოღაც მოვიდა და რა უნდა არ ვიცი დღეს ვინც დამირეკავს აი ამ მთვარით ვისაც ეს მისტიკა და ზოგადად ძალიან მაგრა ესმის ის არ გამაზავს ამ შანსს როგორც იტყვია ხოლმე და ხო დამავიწყდა რომ მე თქვა ვინც ახლა მისმენთ აი არ გინდათ რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მთვარე რომელიც გამოჩნდება ცაზე მიშტერება არ მიაშტერდეთ პირიქით მოერიდეთ რაც შეიძლება და რაღაც ასეთ დაჭუჭყიანი დაფას რა გაასუფთავოთ ისე შეეცადეთ იმნაირი ასეთი მდგომარეობა დაიმკვიდროთ ისეთი მოდერაცია გააკეთოთ და ეს ძალიან მაგრად მოგეხმარებათ მაშ ასე ვიწყებთ ახლა პირველი კარტი მეორე კარტი იმედია ჩანს კამერაში მესამე კარტი მეოთხე მეხუთე მეექვსე და მეშვიდე რადგანაც 7 სექტემბერია 7 კარტს ვიღებ და ამ 7-დან გექნებათ ჩემო კარგო ადამიანებო ამორჩევის საშუალება. მაშ ასე ვინ როგორ გაივლის აი ამ ბნელ კორიდორს. ვის რა ძალები ჭირდება და რა დაეხმარება. აქვე მე თავისუფლებას მივცემ კიდე არქიანგელოზების ორაკულიც ჩავთვა საქმეში და აქედანაც მივიღებთ რჩევას თქვენი მფარველი ანგელოზებიდან. ოკეი, პირველი ვერსია ვინც ჩაიფიქრეთ როგორაა მისი საქმე. ეს არის ჩემო ძვირფასო ადამიანებო მთას არ აქვს მარტივი მოდი ასე ვთქვათ შანსი რომ მიგიღოთ იმიტომ რომ მთა ყოველთვის რაღაც ბარიერების გადალახვას ფიქრობს რაღაც ყოველთვის თქვენ ძალისხმევას ითხოვს ყოველთვის უნდა რომ აი ეს ენერგიები რომელიც თუნდაც ფეხში გაქვთ კუნთში გაქვთ დახარჯოთ იმიტომ რომ მთა დაიპყროთ ხო ასეა
და შესაბამისად გიხარჯება თქვენი ძალები და აქ მარტივად არ არის საქმე, არ მეგულება არც ერთი ადამიანი, რომელიც ისე თავისუფლად დადის მთაზე, როგორც ჩვეულებრივ სიფრთხეზე, ხო ასეა? შესაბამისად ეს პერიოდი ბევრს არ გავაგზელებ, იქნება თქვენთვის რაღაც ბარიერებით და ბლოკებით მოსილი. დიახ, აი ესეთი მოკლედ გეტყვით, ვისაც ძალიან ღრმად და გძლად უნდა მომწეროს პირადში. სხვათა შორის ფასდაკლებებიც მაქვს დღევანდელ დღეს. მეორე ვერსია ვინც ჩაიფიქრეთ, როგორ გადის ეს პერიოდი. სხვათა შორის ძალიან კარგად, სხვათა შორის საკმაოდ მშვიდად, სხვათა შორის რადგანაც მოვიდა მოხუცი ადამიანი, ესა ლილია მოვიდა ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ეს არის რაღაცნაირი რესპექტი ადამიანებთან, რომლებიც არიან თქვენზე უფროსი ასაკის. ეს არის მათი გამოცდილების გაზიარების არაჩვეულებრივი შანსი, ალბათობა. ეს არის მათი სიბრძნის მიღების რაღაც ელემენტარული პატარა გაკვეთილები, პატარა ლექციები, პატარა სტუმრობა ფინჯაყავაზე, თქვენს უფროს მეგობართან, შეიძლება ბებოა, ბაბუა, არ აქვს მნიშვნელობა ვისთან და მინდა გითხრათ ამ პერიოდში, აი როგორ არის, აი ჩემმა თუნდაც მეზობელმა, თუნდაც ნათესავმა, უხუცესი ქალია, მამაკაცია, ბევრია გავლილი, აი ეს არის ძალიან საინტერესო, მიხვიდეთ ამ ადამიანთან და რაღაცა გეტყვით აუცილებლად, ან მკურნალობას გასწავლით, ან შელოცვას გასწავლით, ან ძრელ ამბებს მოგიყვებათ. აი ეს მომენტი არის და ძალიან მარტივად აღმოაჩენთ კითხვაზე პასუხს, როგორ გავლიოთ ეს ჩვენი ბნელი კორიდორი. მესამე, როგორც არის, ეს არის გული, ჩემო ძვირფასებო. ეს არის სიყვარული, ეს არის რომანტიკა, ეს არის ინტუიცია, ეს არის რაღაც ესეთი მომენტი, რომელიც პირდაპირ კავშირდება გულის თქმასთან, აქ თქვენ უყურებთ ულამაზეს გულს, რომელსაც ფანჯარა აქვს, ეს ფანჯარა თითქოს ღია და გადის, ასე ვთქვათ, ღრუბლებს მის უჩხერით. აი ეს პერიოდი აუცილებლად ემპათიაში უნდა გაატაროთ. აი იმ ადამიანებს, რომელსაც თქვენი დახმარება და გულიანი სიტყვა და საქმე ჭირდება, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. ასევე არ არის გამორიცხული თქვენმა საყვარელმა ადამიანმა, ვინც გულით გიყვარს, აქ არ აქვს მნიშვნელობა მარტო კაცია თუ ხალი ხარ და კაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შეიძლება ელემენტარულად თქვენი დაქალოჩკა მოგცეთ მასთან ყოფნამ ძალიან ესე კარგი და სასიამოვნო შედეგი. მაშასე, ეხლა მეოთხე ვერსია, ვინც ჩაიფიქრეთ, როგორ გაგაქვთ. ამ შემთხვევაში ეს არის ქალი ჩემო კაცირფასო ადამიანებო და ხშირად თორსა მადამ ლენორმანი იშლება ეს 28 და 29 კარტი ქალი და მამაკაცი ვინც ეკითხება ანუ მკითხველის ასე ვთქვათ ენერგიას გამოცემს. ამ შემთხვევაში ეს თქვენ თუ არა ხართ თუ ქალი ხართ და თქვენ თვითონ ახართ თუ მამაკაცი ხართ მაშინ ვიღაც ქალი მოგეხმარებათ ამ სიტუაციაში ამ დაძლევაში აი ფემინე ენერგიები ძალიან კარგად იმაშობა რა ქვია გაგატანინებთ თავს საკუთარი თავის ფასი საკუთარი თავის ძალას გამოსცეთ კიდევ ერთხელ აი ხშირად გუთქვიათ ხოლმე მე ვინ მეხმარება თუ არა საკუთარი თავი აი ამ ბნელ კორიდორსაც საკუთარი თავის ასე ვთქვათ აი გოგონა ნახევრად ბნელში დგას და ნახევრად ჩანს კამერაში ძალიან მაინტერესებს იმიტომ რომ ცოტა გითხარით უკვე არა ვართ ისეთ ატმოსფეროში რომელსაც ჩემი ორგანული ქვია და ცოტა თუ იქნება ხარვეზები მომიტევეთ ჩემო ძვირფასებო იმდენად მინდა ეს ამბები თქვენ გითხრათ მეშვიდე ვერსია ისე ნერვიულობს გადმოხტა თქვენს ნებართვით ავიღებ ოკეი კი ბატონო აი თქვენ წარმოიდგინეთ დაიგუჯა კიდეც რა სასწაულია ღმერთო კარგი, ახლა ნახოთ თქვენის ნებართვით რა ხდება მეხუთე ვინც ჩაიფიქრეთ. ბატონო, ეს არის მათრახი. ეს არის სიტუაცია, როცა თავს რაღაცნაირად როგორ გითხრათ, გაროზგილად იგრძნობთ, როცა რაღაცა აი როგორ გითხრათ, თითქოს ვიღაცასთან მიმართებაში ხართ დამოკიდებული. თითქოს ვიღაცა უნდა იყოს, რაღაცა კარაბას ბარაბასი, ბარმალეი, რომელსაც შეუძლია თქვენი, ასე ვთქვათ, გამგებლობაში ყოფნა. აი რაღაცა იტყვით, რომ თითქოს ამ პერიოდის განმავლობაში დაქვემდებარებული, აი გაგებით არ ვამბობ მონას, რაღაცა ეს თქვენოდან პოზიციებს, რეცესიულ პოზიციებს იგრძნობთ და უხილავ მათრახსაც იგრძნობთ თქვენს თავზე, მაგრამ საუბრობ არ არის ვიღაცა მონათხრობელივით გადაგიჭიროთ ზურგზე მათრახი. არა, ეს იქნება რაღაც სულიერი შეფიცხება, სულიერი გაღვიძება, სულიერი გამოფიცხება, რაღაცა ესეთი, აი, გამოფხიზლება, ამას იგრძნობთ. კაი, გადავედით ახლა ჩხაჩქარავშვები. შემდეგ ვერსიაზე მადამ ლენორმანი რას გვეტყვით ვერსიისათვის, რომლის ნომერი 6.
აჰა, აქ ამოვიდა პატარა ბუკეტი, ეს არის საჩუქარი, ეს არის სიმშვიდე, ეს არის რაღაცა ბედნიერი პერიოდი, ვერას დაგაკლებთ თქვენ, როგორც ვთქვათ, გელი ვერას დაგაკლებთ, გელი ვერას დაგაკლებთ, არის ძალიან ლამაზი პატარა ბაჭი არის ჩასმული ამ ულამაზეს პატარა ჭურჭელში, სადაც ვაზის ფორმა აქვს და ლამაზი ბუკეტი ყბავის. ეს არის, როგორ გითხრათ, რაღაც პატარა სიურპრიზი, რომელიც იმ მომენტისათვის გაგახარებთ, იმიტომ რომ ბუკეტი თითქოს ვერ ცოცხლობს, ბუკეტი არის მოწყვეტილი ყვავილებისაგან შექმნილი და შესაბამისად ამისა მას ხანმოკლე სიცოცხლე აქვს, მაგრამ ის ხანმოკლედ ხო გაგახნახთ რა ლამაზია ამ პატარა ბაჭიასთან ერთად. ანუ ამ პერიოდში არ იქნებით ესე ცუდად. ახლა გადავიდეთ ისეთ შეკითხვაზე, რომელიც არის მეშვიდე ვერსია, რომელიც გადამივარდა სხვათა შორის, აგერ მიყურებენ და დამკიცებული აქვთ, რომელიც დაიკუჭა ამასობაში, სანამ ავიღებდი და მანიშნებენ რომ აქ ოთახში მყოფებმაც ჩაიფიქრეს და ძალიან მაინტერესებს ეს ანსი ვინ არის და ეს არის თაგვი. აი მეშვიდე ვერსიაში მყოფი ადამიანები, ეს არის დანაკარგი, ეს არის ცოტა სტრესი, ეს არის რაღაც ისეთი თემა, რომელიც აი როგორც ვთქვა, გვერდზე გაგიქროლებთ. ეს არის სიტუაცია, როცა აი ნახეთ, ვირთხა ზოგადად არის ისეთი მღრნელი, რომელსაც უყვარს რაღაცების მოპარვა, ჩუმად მიპარვა. აქაც ძალიან საყვარელი მიკი მაუსი ყავს წარმოდგენილი. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც მის თვისობრიობას არ ხატავს, ის არის რაღაცა ზურგს უკან არსებული ადამიანების მთელი ყოლოდა თუ არა ადამიანი მაინც, რომელიც ესეთი ჩასაფრებულია ვირთხულად და მავნებლობაზე ფიქრობს. ცოტა ნერვების დამძაბვადაც შეიძლება გამოგაჩნდეს და თვითონ საერთოდ ვინქმნის ჩვენ ცხოვრებას ხალხო, ცხოვრება ძალიან კაია, მშვენიერია, ბუნებას აქვს ეს ბედნიერი ჟესტი თქვენს მიმართ, ჩემს მიმართ, ყველას მიმართ, რომ გაგვაბედნიეროს, ვინ ნაფუჭებს ადამიანს და ვინ ალამაზებს ადამიანები და ელოდეთ ამ პერიოდისათვის რაღაც ზურგს უკან ფაჩი-ფუჩებს. საოცარი იყო ეს 7 ნომერი კარტი, როგორ გადავარდა, როგორ დაიღუნა და ვიც მე-7 ნომერი ჩაიფიქრათ, რატომღაც ამ პერიოდისათვის. აი ეს რიტუალები ხალხო, რომელიც დაგიწერეთ, დაგიღეჭეთ, რა ვიცი, გააკეთეთ აუცილებლად. არ დაგეზაროთ, მე არ თქვათ, რომ აი ნეტა ეს მექნა, იმიტომ რომ 19 წელში ერთხელ ხდება ესეთი ამბავი, ეს არის სავსე მთვარეობის დაბნელება, გაცეცხლება. თეას ძალიან უყვარხართ ყველა და მინდა ყველანი კარგად მყავდეს, გადაეცით სხვებსაც და ვისაც არ დაკმაყოფილდა აღნიშნული მისით, აღნიშნული გაშლით, შეგიძლიათ უფრო დეტალებში და რაღაცა სკოლპლოროზებში გავეცნოთ ჩემო კარგო ადამიანებო. ეს არ გაკეთდა, რაც დაგპირდით თავრანგელოზი, მაგრამ აუცილებლად ერთს ყველასთვის ამოვიღებ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებ. Take back your power. მოკლედ, თქვენი თავრანგელოზე რაზიელი ამოვიდა და თქვენი, ასე ვთქვათ, დაიბრუნეთ უკან თქვენი ძალა, რომელიც სადღაც გაგექცათ, რომელიც სადღაც გადნა, წავიდა, მოსაკლისებული გაქვთ და ეს იყოს ის პერიოდი, როცა გაიწმინდოთ ამ ცუდი სიტუაციიდან და რომ გაივლით ამ ბნელდელებას, აღმოჩნდეს მერე იმ გვირაბის უკან წინ ნათელი წერტილი, რომელიმაც შეძლოს აი ეს ფრთები შეგასხათ და გაგაფრინოთ, გაგალამაზოთ იქ, სადაც სივრცეა, სადაც სისუფთავეა, სადაც ლაჟვარდია, სადაც კეთილი ადამიანები არიან. და დაიყოს ეს დავსკრინოთ, შეგიძლიათ ესეთი სკრინი გააკეთოთ და ყველა ვინც ამ ვიდეოს უყურებს დაიყოს აი ამ არქანგელოს რაზიელის გავლენის ქვეშ. Take back your power. დაიბრუნეთ თქვენი ძალა. მიყვარხართ, გეფერებით და გელოდებით პირეთში.